ნუ რაღაცნაირად სანამ ეს ციკლი მორჩება და შენ მიჩვეული ხარ, რომ ყველა დღე ერთ-ერთმანეთზე ცუდ ამბავს იგებ და რაღაცნაირად ნენას კანი გისქელდება, ამ დროს იყენებს ხელისუფლება, რომ უფრო და უფრო მეტად ძალაუფლება გაიმყაროს იმ ნაწილში, რომ საკუთარი ძალის გამოყენება მონოპოლიზირებულა, შენი ჩაგროცვის ისე შეეძლოს, რომ ამაზე ემოციური ფონიც კი აღარ არსებობდეს. იმ ნაწილში, რომ როცა იცი, რომ გუშინ მოხდა რაღაც ცუდი დღეს უარესი და ზოგადად ამას მიეჩვიო, რომ ეს ვითარდება. თავის თავად თითქოს რაღაცები ისე აღარ გვაუცებს. ეს ნიუსები რომ გაგვეგო 1 წლის წინ, 2 წლის წინ უცბად, აი ელდასავით გვეცემოდა, ბევრი ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში და ერთი ამბავი იქნებოდა. დღეს როცა ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით, ეს აქვს დაჭერილი ქართულ ცნობას, რომ ეხლა არის სწორი დრო იმისათვის, რომ სახელმწიფო უფრო და უფრო მეტად მოუჭეროს მარწუხები. როგორც კორონავირუსის დროს რაღაცა 2 წლები ქონდა იმისთვის, რომ უფრო და უფრო მეტად სახელმწიფო შემოსულიყო ჩვენს ოჯახებში, იმიტომ რომ აი ამ ციკლში იყო შესული, ეხლაც ამას ბოლომდე იყენებს. მეორე მთავარი რაც არის, იმიტომ რომ ერთ-ერთი რაც გონი ხა მათგან აღწევს და ვერაფერი ამისგან ვერ დაიცავს, ეს არის უბრალოდ ქალაქში რო გადიხარ, ადამიანები ხვდები და მათგან რო კაფე ანტიპათიას რო იღებ, ეს არის რისგანაც ვერაფერი ვერ დაგიცავს. რაც არ უნდა იყოს, ქართული ოცნების წევრები ცხოვრობენ მალულად, ხო? არ შეხვდება ვინმე სადმე ან რაღაცა ბარში, ან ქუჩაში, რაღაც ესე ცოცხლა და ამ ხალხს ვერ ნახავ, ამ ხალხს ნახავ მხოლოდ ან ეკრანზე, ან რაღაცა დიდი დაცვით და მანქანების უკან. ხო, ჩვენ მეტროში მაგათ ვერ ნახავ და ავტობუსში ვერ ნახავ და სადღაც კიც რომ გამოჩნდება, იქაც დისკომფორტს ნობენ, ეს მათთვის რთულია. ერთხელ ცხოვრობ ადამიანი და ამ ერთ ცხოვრების აი ამ პოზაში გატარება მათთვის არის რთული. თავარი რაც შეეშალათ ჩემი აზრით, არის ის, რომ რაღაცა მარტივად ეს ხალხი რაღაცას დაივიწყებს, არ არის. ახლა ბევრი ადამიანი იმზე პირადად ატკინეს, პირადად აწყენეს, დაურეკეს, დააგინეს და ადამიანს შე რო ესე გაამწარე ქუჩაში დახვდები და ცე მათთვის შენ ყველანაირი პოლიტიკის მიღმა ადამიანურად ასოცირდები მის ცხოვრებაში სიბოროტესთან, ხო? და ამ ყველაფერს სადაც არ უნდა შეეჯახო, გეტყვის. ამიტომ ვცდილობენ ახლა რომ რაღაც შეურაცხყოფების გავსი რაღაცების აგრძალამდებიდია და Facebook-ამდე ჩავიდნენ. ხო, იმიტომ რომ ვიღარც ვერიტანენ Facebook-ს ვერ ხსნიან. იმიტომ რომ მათთვის ეს რაღაცა არის აუტანელი ფორმა. ჯამში ყველაფერი ძალიან დიდი აბსურდია. ჯერ ხა იმას რომ შედგე პოლიტიკოსს რომ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, ეს იგივე რა ფეხბურთის სტადიონზე აგინებენ ხოლმე. ხო, აი პროფესიის ერთ-ერთი ნაწილი ამის გამო ადამიანის დაჭერას ითხოვ, მეც რო ახლა ჩემი Facebook-ი გავხსნა და ჩემი page-ი ხალხს ვანახო, რავი, ნახევარ საქართველოს დასაჭერეო შეიძლება ესე თქვა, მაგრამ ეგ როგორ უნდა ვიკადრო ადამიანმა, ხო? პოლიტიკოსს მასე გადაწყვიტე რომ პოლიტიკოსი ხარ და როცა ამომრჩეველი რაღაც შეურაცხყოფაზე მის დაჭერას ითხოვ, ეს არის აბსურდი. და მეორე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, აი როგორი რამეც, შენთვის ხომ გაწუხებს რომ ადამიანი შენზე ცუდად ფიქრობს, ის რა სიტყვის ფორმატში გამოხატავს, რა ასობგერები გამღამას რა მნიშვნელობა. აი უცბად ვერ დავიწყო რომ დაილოცოს ქართული ოცნება, უხე გენია შენდნენ, ახ რა კარგი ხარ, კობახიძე, რა კარგი. აი ესე რა ვილაპარაკო, ხო? აი ხო ყველა ხვდება ჩემი რა мотиваცია არის და ჩემი რა ფიქრები დევს აი ამ სიტყვებში და აქ როგორ ჩადის მოსამართლე ამ იმას რომ Facebook-ზე რომ აიგრძალება ხალხმა რომ უბრალოდ ოლეოლას ტექსტი აღარ მოაყოლოს და მარტო ოლეოლა დაწეროს რა აი რა ხდება. ყველა ხვა мотиваციას მიხვდება, ან ვიღაცამ რაღაცა fake word-ები უბრალოდ იმას აკეთებდა შექმნა. ოლეოლაზე უკვე ყველა რა ხდება? ესეც ხო აბსურდამდე მიდივართ სინამდვილეში. შენ თუ გინდა რომ იმას შორიწყო არ მოგეყენოს და ეგ გაწუხეს, მოდი რა იმაში იმ ხალხს ნუ დახვდე, ჯერ ეს ტელეფონში ნუ დაურეკავ და ნუ აგინებ, call-center-ს ნუ გააკეთებ მაგისტვის, ნუ დახვდები ქუჩაში და ნუ ცემ ბავშვებს ნუ მიურჯი წლობით ციხეს. ამ ყველაფერს უაკეთებ და მე შეიძლება რომ მოკავდა რაღაც კონკრეტული ასობგერების წყობა აკრძალო, ხო? არ ვიცი, ეს ჩემი აზრით აღუსრულებელი არის პირველ რიგში და მეორე რიგში ზოგადად პოლიტიკოსს არ მეტყოლებს ცუდად. აი როგორ აი წარმოგიდგენთ პირიქით მეტყოლებს, რომ შენ ამომრჩეველს, რომ დაგიჭერ ჩვენზე ცუდი არ თქვა. აი ისე მოიქეცი, რომ კაცი დასაჭერი არ გაგიდეს შენზე, რომ სალანძღავი სიტყვები არ მოაფიქრზე და შენ დანახვაზე თუ ლანძღვა ახსენდება, იმის დაჭერაზე კი არ უნდა იფიქრო. როგორ უნდა გადააფიქრებინო ეგ ამბავი.